სარკოზის რევერენსი და რუსული დიპლომატიის გამარჯვება, ვინ როგორ აღიქვა საფრანგეთის ლიდერის განცხადება ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულება დამკვირვებლების სანაცვლოდ. Რამდენად ადეკვატურია რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების ფრანგული გეგმა. აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ ნიკოლა სარკოზი კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ საუბრობს. რას აპირებს ქართული უმრავლესობა ამჯერად და როგორია ექსპერტთა პოზიცია? თემას ხატია ქვათაძე განაგრძობს. საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. კარგი იქნებოდა თუ ჩვენი მეგობრები რუსეთიდან დათანხმდებოდნენ ამ რეგიონებში ევროპული სადამკვირვებლო მისიების დაშვებას. ამ რეგიონებში ნიკოლა სარკოზი აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს გულისხმობს. ეს განცხადება კი დღევანდელია და ის საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა. ასეთია ინფორმაცია, რომელსაც სარკოზი მედვედევის შეხვედრის შემდეგ ინტერნეტ სააგენტოები ავრცელებენ. ნიკოლა სარკოზი და დიმიტრი მედვედევი ფრანგულ ქალაქ დოვილში შეხვდნენ ერთმანეთს. უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ფრანგმა ლიდერმა რუსეთის პირველ პირთან ერთად გუშინ გერმანიის კანცლერიც მიიწვია. ჩვენ გადავდგით უკვე ამ დაგვარი ნაბიჯი, არსებობს ამ დაგვარი დოკუმენტი, თუ ამ დოკუმენტის დუბლირებაა საჭირო საერთაშორისო დონეზე, ამის პრობლემას არ წარმოადგენს. სარკოზის ინიციატივას მხოლოდ უსაფრთხოების უკეთ და მეტად დაცვისთვის გამიზნულად განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ოფიციალური თბილისისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. არგუმენტად კი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული დოკუმენტი მოხავს. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით. ამ სახელწოდების პროექტი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შოთა მალაშხია ამბობს, რომ დოკუმენტის შესავალშივე საქართველოს მთავრობა არაერთხელ გამოხატავს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სურვილს. არც სარკოზის და არც სხვა ლიდერის პოზიცია არ არის, რომ ლეგიტიმაცია მოხდეს მარიონეტული ხელისუფლების. ამიტომ ეს უნდა იქნას გაგებული საერთაშორისო სტანდარტების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენთვის ამ საკითხების გაფორმება პრობლემას არ წარმოადგენს. ის, რასაც უმრავლესობა დასაშვებად მიიჩნევს, ექსპერტთა ნაწილისათვის კაპიტულაციას ნიშნავს. კახა გოგოლაშვილისთვის საფრანგეთის ლიდერის განცხადება გაუგებარია. გააფორმებს თუ არა ქვეყანა ამ შინაარსის დოკუმენტს, მისი აზრით მხოლოდ ამ ქვეყნის გადასაწყვეტია. მიაჩნია, რომ სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარი მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა განაცხადოს, რაც მოსახლეობის აზრს რეფერენდუმით ან სხვა მსგავსი გზით გაარკვევს. იმდენად დიდი მსხვერპლი იქნება საქართველოს მხრიდან ესეთი ხელშეკრულების ხელმოწერა. იმიტომ რომ ესეთი სახის ხელშეკრულება პრაქტიკულად შენ გართმევს ლეგიტიმურ უფლებებს დაიცვა საკუთარი თავის სამხედრო გზით. დევნილების დაბრუნება ჯარების სრულად გაყვანა, ნდობის აღდგენა. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რასაც ექსპერტები სარკოზის მოწოდების შესრულების სანაცვლოდ ქართული მხარის მოთხოვნებად განიხილავენ. დღემდე საქართველოს ხელისუფლება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაზე უარს იმის გამო ამბობდა, რომ აფხაზურ ან ოსურ მხარესთან ამგვარი შეთანხმების დადება მათ აღიარებას ნიშნავდა. კონკრეტულად ხელშეკრულების რაფორმას გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია. რა პოზიცია ექნება ოფიციალურ თბილის სარკოზის დღევანდელი განცხადების მიმართ ამ ეტაპზე უცნობია. სოფელ პერებში კი გამნაღმევლები მუშაობენ. ქართული სამართალდამცველები ეჭობენ, რომ შესაძლოა რუსებმა ნაღმები დატოვეს. ამ დროისთვის სოფელში არც ერთი რუსი სამხედრო აღარ იმყოფება და ტერიტორიას სრულად ქართული პოლიცია აკონტროლებს. რა ვითარება ამ დროისთვის პერევის მისადგომებთან და რა წყობიან პერეველები? ქეთი ფარცხალაძე კი ამბობთ. პერევის აჩხერის გზაზე დღეს მგზავრები პასპორტის შემოწმების გარეშე გადაადგილდებოდნენ. სოფელში 2 წლიანი პრობლემა დღეს დილიდან მოიხსნათ. რუსმა მესაცღვრეებმა საგუშაგო დატოვეს. ჩვენ დრო აღარ დაგვეკარგა, პასპორტების შემოწმება და დაფიქსირება აღარ დაგვჭირდა და გამოვიერეთ თავისუფლად. პერევში შესვლა დღესაც მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო. დილიდან სოფლის უკვე ყოფილი რუსული საგუშაგო უსაფრთხოების მიზნით მოწმდებოდა. ამიტომ ქართველი სამართალდამცველები სოფელ ჯრის ხიდის იქით პერეველების გარდა კვლავ არავის ატარებდნენ, მათ შორის მედიასაც. რუსული საგუშაგოს გადაადგილების შესახებ მედია დღესაც მხოლოდ პერეველთა მონათხრობს ისმენდა. ქართული პოლიცია პატრულირებს სოფელში. ამოვიდნენ ის ადგილი, სადაც რუსები იდგნენ, ახლა ქართველები არიან. რუსებიც ახლოში არიან სხვათა შორის. ასე 60 მეტრში. წყალს გაღმა იქით ქარზმანისკენ. ქარზმანის ხარისკენ იციან 1-200 მეტროთი რა. იქ წყალგაღმა არის დასული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით რუსმა ჯარისკაცებმა პერევი გუშინ 6 საათისთვის დატოვეს. თუმცა გაუქმებული საგუშაგოს ნახვა და გადაღება ჟურნალისტებისთვის დღესაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
პერევიდე ოკუპაციის პრეცედენტი თუ რუსებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელობა დაკარგული ტერიტორია რა ლოგიკას ეფუძნება ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განცხადება, როდესაც ამბობს, რომ შესაძლებელია პერევს ახალგორის რეგიონისა და კოდორის ხეობის დეოკუპაციაც მოხვეს. ქართული მხარე კვლავ საერთაშორისო იძულების მექანიზმებსა და დანარჩენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე საუბრობს. დღის ბოლოს კი ცნობილი ხდება რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების შესახებ, რაც ამბობენ სერგეი ლავროვის უწყებაში და საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დეოკუპაციის რა შანსი არსებობს, ანა ბროლაძე კი ამბობს. პერევიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობას დატოვონ. ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აკეთებს. არ გამორიცხავს, რომ პერევი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების დეოკუპაციის პრეცედენტად იქცეს. პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერს მაგალითად მედვედევის სარკოზის 6-პუნქტიანი დოკუმენტი მოხავს და ამბობს, რომ თუ დაიწყო ნაკისრი ვალდებულებების ერთი პუნქტის შესრულება, გაუგებარია რა შეუშლის ხელს დანარჩენი საკითხების გადაწყვეტას. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ახალგორის მიმართულებითაც წავასაუბარი, ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს თავის პარტნიორი ქვეყნებიდან. ამის წინაპირობები არის, რა წინაპირობებია საუბარი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ გახსოვთ 4-5 თვის უკან ახალგორის მიმართულებით და კოდორის ხეობის მიმართულებით, სადაც სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობდა, შეჩერებული იყო და შეჩერდა. ამას მოყვა ის, რომ პერევიდან დღეს გავიდნენ. ამიტომ გამოთქვა იმედს, რომ ახალგორში საკითხი დადგება მით უმეტეს მაშინ, როდესაც გზის მშენებლობაც კი შეჩერებული არის, რომელსაც რუსები აჩვენებდნენ ახალგორის მიმართულებით. პერევიდან ჯარების გაყვანა არის პირველი ნაბიჯი და კარგი იქნება თუ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს დეოკუპაციისკენ გადადგმული სხვა ნაბიჯებიც მოყვება. ასეთია მართველი გუნდის შეფასება. მიღწეული შედეგი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის დამსახურება, ამაში უმრავლესობის წევრ ქოკა გაბაშვილს ეჭვი არ ეპარება. თუმცა იმაზე საუბარი უჭირს, იმავე საზოგადოების ძალისხმევა რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს, რომ უახლოეს მომავალში რუსმა სამხედროებმა კოდორი და ახალგორის დატოვონ. თუ ოკუპანტმა მიიღო გადაწყვეტილება დეოკუპაციის შესახებ, მისი თქვა საოკუპაციო ლოგიკით რა უფრო ძნელია და რა უფრო ადვილია, მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული საერთაშორისო ზეწოლის გზით, რომ მან დატოვოს ოკუპირებული ზონები და უკუქცევა მოახდინოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის, რომელიც ახეზია უკვე 2 წელია, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება განხორციელდება. გაიხსენეთ კარასინის ფრაზა, რომ კარასინმა თქვა, რომ ეს არის სადავო ტერიტორიაო და ამიტომ ჯობია თავი გავარნებოთ. დანარჩენი არ არის მათთვის სადავო ტერიტორია, არც ახალგორი, არც სამხრეთ-რუსეთის ტერიტორია, არც კოდორი და არც არაფერი. ამ რუსული ლოგიკიდან გამომდინარე კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს პროგნოზის გაკეთება ნაადრევად მიაჩნია. ამბობს, რომ პერევისგან განსხვავებით ახალგორსა და კოდორს რუსებისთვის სხვა დანიშნულება აქვს. პერევმა კი მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. პერევზე გადიოდა გზა, რომელიც აკავშირებდა 2 სამხრეთ-ოსურ ანკლავს ერთმანეთთან. ეხლა ეს გზა აღარ ჭირდებათ, იმიტომ რომ შემოვლითი გზა გააკეთეს ოსური სოფლის სინაგურას. და აღარ ჭირდებათ საერთოდ პერევის სტრატეგიული თვალსაზრისით. კოდორის ხეობა უკვე ესე ვთქვათ გარკვეულწილად ინფრასტრუქტურაში ჩასვეს რუსებმა და აფხაზებმა ერთად. ეს არის ერთის მხრივ ეს არის გახდა ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიური დაცული პარკისა, დირექტორის კი ყავდა დანიშნული აფხაზებს, მეორეს მხრივ იქნა გაიაროს ზუსტად აი სოხუმის სამხედრო გზამ ეგეწოდებულმა. კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ კოდორთან შედარებით ახალგორიდან ჯარების გაყვანაზე შეთანხმების მიღწევა უფრო მარტივია. თუმცა რუსეთის იზრდება საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედროები, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი. მაშინ, როდესაც ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები იმაზე მსჯელობენ, გახდება თუ არა პერევი დეოკუპაციის დასაწყისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყება ამბობს, რომ დასახლებული პუნქტიდან პერევიდან რუსული სასაზღვრო პოსტის გაყვანით მედვედევ სარკოზის შეთანხმების თითქოს და შეუსრულებლობის საკითხი საბოლოოდ დახურულია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე საიმედოდ დაიცავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთის განცხადებას ეხმაურება. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის მხრიდან ამ ტიპის განცხადებას უკიდურესად ცინიკურსა და საერთაშორისო დაღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად აფასებს. კალანდაძის განცხადებით რუსეთმა თბილისის ეჭვი დაადასტურა, რომ პერევიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ კრემლის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ცივილიზებულ პარტნიორად წარმოჩენას ემსახურებოდა. შეგახსენებთ, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ გააკეთა. დამქმედება სერგეი ლავროვის უწყებამ კეთილი ნების გამოხატვა უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით
ჩვენ იმთავითვე მოგახსენებთ რომ ჩვენ იმთავითვე ვაცხადებდით ჩვენ ვარაუდებს იმთავითვე ვფიქრობდით ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გულისხმობდა არავითარ შემთხვევაში რაიმე სახის კონსტრუქციულობას და არც ერთ ეტაპზე რუსეთის ფედერაციას არ უფიქრია იმის თაობაზე რომ ყოფილიყო რაიმე სახით კონსტრუქციული ან დაეწყო დეოკუპაციის პროცესი და ის ფაქტი რომ დოვილის შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ გაკეთდა განცხადება თითქოს და ყველა სახის ვალდებულებები რომელიც რუსეთს აღებული აქვს თავის თავზე ამ ეტაპით დასრულებულია მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს ჩვენ ეჭვებს იმის შესახებ რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იყო იმისკენ რომ დოვილში მკაცრ კრიტიკისთვის თავი აერედებინა რუსეთის ფედერაციას